კალაიას დამორჩილება. როდესაც უფალი კრიშნა მიხვდა, რომ იამუნას წყალი შავ გველს მოეწამლა, იგი შეებრძოლა მას და აიძულა კალაია იამუნა დაეტოვებინა და სხვაგან გადასულიყო, ასე განიწმინდა წყალი. როდესაც შუკადევა გოსვამი ამ ამბავს მოჰყვა, მაჰარაჯა პარიქშიც კრიშნას ბავშვობის გართობების შესახებ მოსმენის სურვილი გაუძლიერდა. მან გამოჰკითხა შუკადევა გოსვამის, როგორ დასაჯა კრიშნამ კალაია, რომელიც მრავალი წლის მანძილზე წყალში ცხოვრობდა. მართლაც მაჰარაჯა პარიქშიც სულ უფრო უძლიერდებოდა კრიშნას ტრანსცენდენტული გართობების შესახებ მოსმენის სურვილი და მან დიდი ცნობისმოყვარეობით დასვა შეკითხვა. შუკადევა გოსვამიმ შემდეგი ამბავი მოუთხრო. მდინარე იამუნას სიღრმეში მდებარე დიდ ტბაში ცხოვრობდა შავი გველი კალაია. მისი შხამის გამო მთელი მიდამო ისე იყო მოწამლული, რომ 24 საათის განმავლობაში შხამიანი ორთქლი იფრქვეოდა. იმ ადგილის თავზე შემთხვევით გადაფრენილი ჩიტი მაშინვე წყალში ვარდებოდა და კვდებოდა. იამუნას შხამიანი ორთქლის გამო მდინარის ნაპირზე ხეები და ბალახი სულ გადახმა. უფალმა კრიშნამ ნახა, რაც გამოეწვია უზარმაზარი გველის შხამს. ვრინდავანში მომავალ მდინარეს თან სიკვდილი მოჰქონდა. კრიშნა, რომელიც სწორედ იმისთვის მოევლინა, რომ მსოფლიოში ყველაფერი არასასურველი მოესპო, დაუყოვნებლივ აცოცდა იამუნას ნაპირზე მდგომ დიდ კადამბას ხეზე. კადამბა მრგვალი ყვითელი ყვავილია, რომელსაც ძირითადად ვრინდავანის მიდამოებში შევხვდებით. კრიშნა კენწეროზე მოექცა, უფრო მჭიდროდ შემოიჭირა ქამარი, ხელები მოჭიდავესავით გაიქნია და მოწამლული ტბის შუაგულში ჩახტა. კადამბას ხე, რომლიდანაც კრიშნა გადახტა, იქ ერთადერთი ხე იყო, გახმობას რომ გადარჩენოდა. ზოგიერთი კომენტატორი ამბობს, რომ კრიშნას ლოტოსის ტერფების შეხებამ ხეს მაშინვე სიცოცხლე დაუბრუნა. სხვა პურანებში ნათქვამია, რომ გარუდამ, ვიშნუს მარადიულმა მატარებელმა, იცოდა, რომ მომავალში კრიშნა ასე მოიქცეოდა და ამიტომ ხის გადასარჩენად მასზე ნექტარი დატოვა. როდესაც კრიშნა წყალში ჩახტა, მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა, თითქოს შიგ რაღაც უზარმაზარი ჩავარდნილიყო. კრიშნას ასეთი ძალის გამომჟღავნება სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან იგი ყოველგვარი ძალის წყაროა. უზარმაზარი ძლიერი სპილოს მსგავსად მოცურავე კრიშნა ყურის წამყვებ ხმას გამოსცემდა, რამაც გველი კალაიას ყურამდე მიაღწია. ხმაური აუტანელი გახდა და გველმა გაიაზრა, რომ მის სახლზე თავდასხმა მზადდებოდა, ამიტომ მაშინვე გამოეცხადა კრიშნას. კალაიამ მიხვდა, რომ კრიშნას ხილვა მართლაც ხირდა, ვინაიდან მისი სხეული საოცრად მშვენიერი და ნაზი იყო. ფერი ღრუბლისა ჰქონდა, ფეხები ლოტოსის ყვავილს უგავდა. მას ამკობდა შრივატსა, ძვირფასი ქვები და ყვითელი სამოსი ეცვა. ლამას სახეზე ღიმილი გადაჰფენოდა. მდინარე იამუნაში თამაშობდა და უდიდეს ძალას ავლენდა. მაგრამ კრიშნას თვალწარმტაცი ნაქვთების მიუხედავად, კალაიამ გულში საშინელი ბრაზი იგრძნო და კრიშნას თავისი ძლიერი რკალებით ჩაეფხაუჭა. გველის რკალებში მომწყდეული კრიშნას სახიფათო მდგომარეობის დანახვაზე, მისი მოსიყვარულე მენახილე ბიჭები და ვრინდავანის მცხოვრებლები შიშისგან იქვე გაქვავდნენ. მათ ყველაფერი კრიშნას მიუძღვნეს: სიცოცხლე, საკუთრება, სიყვარული, მოქმედებები, ყველაფერი კრიშნას ეკუთვნოდა. კრიშნას ამ მდგომარეობაში დანახვაზე ისინი შიშმა შეიპყრო და მიწაზე დაცვივდნენ. მთელი ძროხები, ხარები და პატარა ხბოები ნაღველმა მოიცვა და მღელვარებით შეჰყურებდნენ მას. შიშისგან მხოლოდ მწარე ტიროდნენ. გაშეშებულები იდგნენ ნაპირზე და ძვირფასი კრიშნას დახმარების უნარი არ შესწევდათ. იამუნას ნაპირზე მომხდარს თან ავის მომასწავლებელი ნიშნები ახლდა. მიწა ცახცახებდა, ციდან მეტეორები ცვიოდა, ადამიანებს მარცხენა მხარე უთრთოდათ. ყველაფერი ეს მოსალოდნელი დიდი ხიფათის მაუწყებელია. ხედავდნენ რა ამ არასასიკეთო ნიშნებს, მენახილეები ნანდა მაჰარაჯას ჩათვლით
შიშმა და მხელვარებამ მოიცვა. ამავე დროს შეიტყვეს, რომ კრიშნა თავისი უფროსი ძმის ბალარამას გარეშე გაემართა საძოვრისაკენ. ამ ახალი ამბის გაგებამ ნანდა, იაშოდა და მენახირეები კიდევ მეტად შეაშფოთა. კრიშნასადმი დიდი სიყვარულის გამო არ იცოდნენ მისი სიძლიერე. დარდმა და მხელვარებამ მოიცვა, ვინაიდან კრიშნაზე ძვირფასი არავინ ჰყავდათ და ყველაფერი, რაც გააჩნდათ, სიცოცხლე, ქონება, სიყვარული, ჭკუა და საქმიანობები კრიშნას მიუძღნეს. კრიშნასადმი დიდი სიყვარულის გამო ისინი ფიქრობდნენ, დღეს კრიშნა აუცილებლად დაიღუპებაო. ვრინდავანის ყველა მცხოვრები კრიშნას სანახავად გამოვიდა სოფლიდან. თავი მოეყარათ ბავშვებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს, ქალებს, ცხოველებს, ყველა ცოცხალ არსებას. მათ იცოდნენ, რომ კრიშნა იყო მათი ერთადერთი მასულთქმულებელი. ამ დროს ბალარამა, ყოველი ცოდნის მოძღვარი, იდგა და უბრალოდ იღიმებოდა. მან იცოდა თავისი უმცროსი ძმის სიძლიერის ამბავი და რომ კრიშნას მატერიალური სამყაროს ჩვეულებრივ გველთან ბრძოლაში საშიში არაფერი იყო. ამიტომაც არ იზიარებდა მათ შიშს. შეწუხებული ვრინდავანის მცხოვრებლები კრიშნას საძებნელად გაემართნენ. იამუნას ნაპირისკენ ისინი კრიშნას ნაკვალებს მიჰყვებოდნენ. ბოლოს ამ ნაფეხურებით, რომელზედაც დროშა, ისარი და ნიჟარა იყო აღნიშნული, დინარის ნაპირს მიუახლოვდნენ და შავი გველის რკალებში გახვეული კრიშნას შემყურე მოქვითინე ძროხები და ბიჭები დაინახეს. მაშინ ისინი უფრო დიდმა შიშმა მოიცვა. მწუხარების ოკეანეში ჩაძირულ ვრაჯაფუმის მცხოვრებლებს ეგონათ კრიშნას აღსასრულის დღე დადგაო. მათი მოთქმის შემყურე ბალარამას კი ეღიმებოდა. თუმცა ვრინდავანის მცხოვრებლებმა ბევრი არაფერი იცოდნენ კრიშნას შესახებ. მათი მისადმი სიყვარული შეუდარებელი იყო. მდინარე იამუნაში გველი კალაიას რკალებში გახვეული კრიშნასა და მოქვითინე ბიჭებისა და ძროხების დანახვისთანავე, მათ მოაგონდათ კრიშნას მეგობრობა, მისი მომღიმარის სახე, ტკბილი სიტყვები და მასთან ურთიერთობა. ყველაფერ ამაზე ფიქრმა და იმის რწმენამ, რომ მათი კრიშნა კალაიას მარწუხებში იმყოფებოდა, თითქოს უმალვე დააცარიელა სამივე სამყარო. უფალი ჩაიტანიაც ამბობდა, რომ ცარიელი ეჩვენებოდა სამივე სამყარო, რამე თუ მასში კრიშნას ვერ ხედავდა. ეს არის კრიშნას ცნობიერების უმაღლესი საფეხური. ვრინდავანის თითქმის ყველა მცხოვრებს კრიშნასადმი უმაღლესი ექსტაზური სიყვარული გააჩნდა. დედა იაშოდა მდინარესთან მიირბინა და იამუნაში შესასვლელად გაიწია. როცა დააკავეს, გულწასული დაეცა. ასევე დამწუხრებული კრიშნას სხვა მეგობრებიც ცრემლად იხვრებოდნენ. მაგრამ იმისთვის, რომ დედა იაშოდა გონს მოეყვანათ, ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი კრიშნას ტრანსცენდენტული გართობების შესახებ. დედა იაშოდა გაქვავებულიყო, თითქოს მოკვდაო, ვინაიდან მისი ცნობიერება მთლიანად კრიშნას სახეზე იყო მიპყრობილი. ნანდა და დანარჩენები, ვინც ყველაფერი, თვით სიცოცხლეც კი კრიშნას მიუძღნეს, მზად იყვნენ იამუნაში შესასვლელად, მაგრამ უფალი ბალარამა აკავებდა მათ, ვინაიდან შესანიშნავად იცოდა, რომ საშიში არაფერი იყო. 2 საათის განმავლობაში კრიშნა ჩვეულებრივი ბავშვივით იყო მომწყდეული კალაიას რკალებში, მაგრამ დაინახა რა, რომ გოკულას მოსახლეები მისი დედმამის, გოპების, ბიჭებისა და ძროხების ჩათვლით სიკვდილის პირას მისულიყვნენ და გარდაუვალი სიკვდილისაგან თავშესაფარად არავინ ეგულებოდა, მათ გადასარჩენად მაშინვე გაეთავისუფლა თავი. კრიშნას სხეულმა ზრდა დაიწყო და მისი დაჭერის მცდელობისას გველი ძალიან დაიძაბა. ამ დაძაბულობის გამო მას რკალები მოუდუნდა და სხვა არაფერი დარჩენოდა თუ არა კრიშნას გაშვება. მაშინ კალაია საშინლად გაბრაზდა და კაპიუშონები დაბერა. ცხვირის ნესტოებიდან შხამიან ორთქლს აფრქვევდა. თვალები ცეცხლივით უელავდა და პირიდან ალი გამოსდიოდა. რამდენიმე ხნის განმავლობაში უზარმაზარი გველი განუმძრევლად შეჰყურებდა კრიშნას. იგი ტუჩებს გაორკაპებული ენებით ილოკავდა. გაბერილ კაპიუშონებიანი გველი შხამით სავსე თვალებით უყურებდა კრიშნას. კრიშნა მაშინვე დააცხრა მას, როგორც გაროდა დააფრინდება ხოლმე გველს. კრიშნას შემოტევისას კალაია კბენისთვის ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა, მაგრამ
კრიშნა მის გარშემო მოძრაობდა. რადგან კრიშნა და კალაია წრეში ტრიალებდნენ, თანდათანობით გველი მოიქანცა და შესაბამისად ძალაც წაერთვა. კრიშნა უმალ დაახტა გველის თავებს. გველის თავების ძვირფასი თვლების სხივებისაგან უფლის ლოტოსის ტერფებს მოწითალო ფერი დაედო. შემდეგ მან, ვინც ყოველგვარი ხელოვნების თავდაპირველი ხელოვანია, ცეკვის მაგალითის საჩვენებლად გველის თავებზე როკვა დაიწყო, თუმცა ისინი აქეთ-იქეთ მოძრაობდნენ. ამის შემყურე მაღალი პლანეტების მცხოვრებლებმა ყვავილები გადმოაფრქვიეს, დავთაფებს სცემდნენ, მრავალგვარ ფლეიტაზე უკრავდნენ და სხვადასხვა საგალობლებსა და სიმღერებს მღეროდნენ. ამგვარად ზეცის მცხოვრებლები, განთარვები, სითები და ნახევარღმერთები ძალიან ნასიამოვნები დარჩნენ. ვიდრე კრიშნა გველის თავებზე ცეკვავდა, სხვათავებით კალაია მის გადმოგდებას ცდილობდა. კალაიას დაახლოებით 100 თავი ჰქონდა, მაგრამ კრიშნა ყველას გაუსწორდა. იგი კალაიას თავისი ლოტოსის ტერფებს სცემდა. გველმა ეს ვეღარ აიტანა და შხამს ანთხოვდა და ცეცხლით სუნთქავდა. შხამიანი ნივთიერებების ამოსროლით იგი ცოდვებისგან განიწმინდა. გააფრთებული იბრძოდა არსებობისთვის და უფლის მოსაკლავად ერთ-ერთი თავის ამოწევას ცდილობდა. უფალი მაშინვე იჭერდა ამ თავს, ფეხის დაკვრით ხრიდა და მასზე ცეკვავდა. სინამდვილეში ისე ჩანდა, თითქოს კალაია ღმრთების უზენაეს პიროვნებას ვიშნუს ეთაყვანებოდა. გველის პირიდან შხამის გადმოფრქვევა ყვავილების მირთმევას გავდა. შემდეგ კალაიამ შხამის ნაცვლად სისხლის გადმონთხევა დაიწყო. იგი სრულიად ღონემიხდილი გახლდათ. უფლის ფეხის ცემისაგან მთელი სხეული დალეწილი ჰქონდა, მაგრამ თავის ჭკუაში საბოლოოდ მიხვდა, რომ კრიშნა ღმრთების უზენაესი პიროვნებაა და მიენდო მას. იგი დარწმუნდა, რომ კრიშნა უზენაესი უფალი, ყველაფრის ბატონია. გველის ცოლებმა, რომელთაც სახელად ნაგაბტანები ერქვათ, დაინახეს, რომ უფალი, რომელშიც მთელი სამყარო განისვენებს, მათ ქმარს ფეხის დაკვრით იმორჩილებდა. კალაიას ცოლები უფლის თაყვანისაცემად მოემზადნენ, თუმცა სიჩქარეში კაბა, თმა და მოსართავები აერიათ. ისინიც უზენაეს უფალს მიენდნენ და ლოცვა დაიწყეს. ნაგაბატნები მას წარუდგნენ. წინ დაიყენეს თავიანთი ნაშიერები და დიდი გრძნობით გამოხატეს მოწიწებული თაყვანისცემა. დაემხნენ რა იამუნას ნაპირზე. ნაგაბტანებმა იცოდნენ, რომ კრიშნა ყველა მინდობილი სულის თავშესაფარია და უფლისადმი ლოცვით ქმრის მოსალოდნელი საფრთხისაგან გადარჩენა სურდათ. ნაგაბატნებმა შემდეგი ლოცვა წარმოთქვეს. ო ძვირფასო უფალო, შენ ყველასადმი თანასწორი ხარ. შენთვის არ არსებობს განსხვავება შენს ვაჟებს, მეგობრებსა და მტრებს შორის. ამიტომ სასჯელი, რომელიც გულმოწყალედ მიაგე კალაიას, სწორედ შესაფერისია. ო უფალო, შენი ჩამოსვლის ერთადერთ მიზანს მათი განადგურება წარმოადგენს, ვინც სიმშვიდეს ურღვევს სამყაროს. და იმის გამო, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება ხარ, შენს წყალობასა და სასჯელს შორის განსხვავება არ არსებობს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ კალაიასთვის ეს აშკარა სასჯელი სინამდვილეში გარკვეული მადლია. ჩვენ ვთვლით, რომ შენი სასჯელი დიდი წყალობაა ჩვენთვის, ვინაიდან უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვინმე სჯი, ამით მისი ცოდვილიანი მოქმედებების შედეგები ძირფესვიანად ნადგურდება. ახლა უკვე ნათელია, რომ გველის სხეულში მყოფი ეს არსება ცოდვებით იყო დამძიმებული. სხვაგვარად როგორ ექნებოდა გველის სხეული? მის თავებზე შენი ცეკვა ამცირებს იმ მოქმედებათა ცოდვილიან შედეგებს, რომლებიც მისი გველის სხეულით არის გამოწვეული. ამიტომ შენი ამგვარი გაბრაზება და სასჯელი მეტად სასიკეთოა. ძალიან გვიკვირს, რომ გასიამოვნა ამ გველმა, რომელსაც წარსულ ცხოვრებებში ალბათ მრავალგვარი რელიგიური საქმიანობა გაუწევია. ყველა ნასიამოვნები უნდა ყოფილიყო მის მიერ გავლილი ასკეზებით, ეპითემიებით და ალბათ მრავალი სიკეთე აქვს გაკეთებული ყველა ცოცხალი არსებისთვის. ნაგაბატნები ადასტურებენ, რომ კრიშნასთან ურთიერთობის წინა ცხოვრებებში ერთგული სამსახურით გაწეული ღვთისმოსავი საქმიანობების გარეშე ვერავინ მიაღწევს მას. როგორც თავის შიკშატაკაში უფალი ჩაიტანია გვირჩევდა,
ადამიანმა ერთგული სამსახური ჰარე კრიშნა მანტრის თავდაბალი გალობით უნდა შეასრულოს, საკუთარი თავი გზაზე დაგდებულ ჩალაზე მდაბლად მიიჩნიოს და არ ელოდოს თავისთვის დიდებას, არამედ სხვას მიაგებდეს ყოველგვარ პატივს. ნაგაპატნები გარკვირებულები იყვნენ, რომ თუმცა მძიმე ცოდვების შედეგად კალაიას გველის სხეული ჰქონდა, ამავე დროს იმდენად ახლოს იყო უფალთან, რომ უფალი ლოტოსის ტერფებს აბიჯებდა თავებზე. რასაკვირველია, ეს ღვთისმოსავი საქმიანობების ჩვეულებრივი შედეგები არ იყო. ეს ორი საპირისპირო ფაქტი აუცებდა მათ. ისინი ლოცვას განაგრძობდნენ. ო ძვირფასო უფალო, ჩვენ უბრალოდ გაოცებულები ვართ, როცა ვხედავთ, რამდენად ბედნიერია იგი, რომ თავზე შენი ლოტოსის ტერფების მტვერი ეყრება. ამ ბედნიერებას მხოლოდ დიადი წმინდა პიროვნებები აღწევენ. თვით ბედის ქალღმერთმაც მკაცრი ასკეზები გაიარა, რათა კურთხევად შენი ლოტოსის ტერფების მტვერი მიეღო. მაშ კალაიას როგორ ეყრება ასე ადვილად ეს მტვერი? ავტორიტეტებისგან გვსმენია, რომ ის, ვისაც ბედმა გაუღიმა და წილად შენი ლოტოსის ტერფების მტვერი ერგო, არაფრად აგდებს უმაღლეს მდგომარეობას ამ სამყაროში, სახელდობრ უფალი ბრაჰმას ადგილს, ზეციურ პლანეტებზე მეფობას, ან ამ პლანეტაზე უმაღლეს ძალაუფლებას. ამგვარ პიროვნებებს არც დედამიწაზე მაღლა მდებარე პლანეტების მართვა სურთ, როგორიცაა სითალოკა და არც იოგას მეთოდით მიღწეულ მისტიკურ ძალებს ესწრაფიან. წმინდა ერთგული შენთან შერწყმის გზით განთავისუფლებასაც არ ელტვის. ჩემო უფალო, თუმცა იგი სიცოცხლის ისეთ სახეობაშია დაბადებული, რომელსაც მატერიალური ბუნების ყველაზე საშინელი მოდუსები მართავს და მუდამ ბრაზი ახლავს თან, გველების მეფემ ერთობ იშვიათ რამეს მიაღწია. ცოცხალ არსებებს ამ სამყაროში რომ დახეტიალობენ და სიცოცხლის სხვადასხვა სახეობებში გადადიან, უბრალოდ შენი წყალობით ძალზე ადვილად შეუძლიათ უდიდესი მადლის მიღება. ჩაიტანია ჩარიტამრიტაში ისიც დამტკიცებულია, რომ ცოცხალი არსებები ამ სამყაროში სიცოცხლის მრავალ სახეობაში დახეტიალობენ, მაგრამ კრიშნასა და სულიერ მოძღვარს თავიანთი წყალობით შეუძლიათ მათში ერთგული სამსახურის თესლი ჩააგდონ და ასე გაუნათონ განთავისუფლებისკენ მიმავალი გზა. ამიტომაც მოწიწებით გცემთ თაყვანს, ჩვენო ძვირფასო უფალო, განაგრძობდნენ ნაგაპატნები, რადგან შენ ხარ უზენაესი პიროვნება, რომელიც ყველა ცოცხალ არსებაში ზესულის სახით ცხოვრობს. თუმცა ტრანსცენდენტული ხარ კოსმიური გამოვლინების მიმართ, ყველაფერი შენში განისვენებს. შენ ხარ გაპიროვნებული, დაუცხრომელი, მარადიული დრო. შენში არსებობს დროის მარადიული ძალა, ამიტომაც შენ ახარ მთელი დროის ხილველი და მისი ხორცშესხმა წარსულის, აწყოსა და მომავლის, თვის, დღის, საათის, წამისა და ყველაფრის სახით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ო უფალო, შენ შესანიშნავად ხედავ ყველა მოქმედებას, რომელიც ყოველ წამს, ყოველ საათს, ყოველ დღე, ყოველ თვეს, ყოველ წელს, წარსულში, აწყოსა და მომავალში ხდება. შენ თავად ხარ კოსმიური ფორმა და მიუხედავად ამისა, მაინც განსხვავდები ამ სამყაროსგან. ამიტომაც მოწიწებით გცემთ თაყვანს. თავად შენ წარმოადგენ ამ სამყაროს და მის შემოქმედს. შენ განაგებ და ასულთმულებ მთელ სამყაროს და შენ ხარ მისი თავდაპირველი მიზეზი. თუმცა ამ სამყაროში სამი თვისობრივი ინკარნაციას, ბრაჰმას, ვიშნუსა და მაჰეშვარას სახით არსებობ. მატერიალური ქმნილების მიმართ ტრანსცენდენტული ხარ. თუმცა შენ წარმოადგენ ყოველგვარი ცოცხალი არსების, მათი გრძნობების, სიცოცხლის, ჭკუისა და გონების გამოვლენის მიზეზს, შენი შეცნობა შენი შინაგანი ენერგიით არის საჭირო. ამიტომ ნება მოგვეცი, მოწიწებით გცეთ თაყვანი, უსაზღროს, უნატიფესზე ნატიფს, ყოველგვარი ქმნილების წყაროს და ყველაფრის მცოდნეს. შენამდე მოღწევას მრავალი სპეკულაციურად მოაზროვნე ფილოსოფოსი ცდილობს. შენ ხარ ყოველგვარი ფილოსოფიური მცდელობის უმაღლესი მიზანი და სინამდვილეში ყოველგვარი ფილოსოფია და მოძღვრება შენ აღგწერს. ნება მოგვეცი, მოწიწებით გცეთ თაყვანი, ვინაიდან შენ ბრძანდები ყოველი წმინდა წერილის სათავე და ცოდნის წყარო. შენ ხარ მიზეზი ყოველგვარი მტკიცებისა
და უზენაესი პიროვნება, რომელსაც შეუძლია უმაღლესი ცოდნა მოგმადლოს. შენ ხარ მიზეზი ყოველგვარი სურვილისა და კმაყოფილებისა, შენ ხარ გაპიროვნებული ვედები, ამიტომაც მოწიწებით გცემთ თაყვანს. ჩვენო ძვირფასო უფალო, შენ ხარ ღმრთების უზენაესი პიროვნება, კრიშნა, უმაღლესი განცხრომელი, რომელიც ახლა ვასუდევას შვილის სახით გამოცხადდა, როგორც სათნოების წმინდა გამოვლინება. შენ ხარ ჭკუისა და გონების განგებელი ღვთაება, პრადიუმნა და ანიროთა და უფალი ყველა ვაიშნავისა. შენ ჩატურ ვაიჰვა ექსპანსიის სახით ვასუდევა, სანკარშანა, ანიროთა და პრადიუმნა, ჭკუისა და გონების განვითარების მიზეზს წარმოადგენ. მხოლოდ შენი მოქმედებით ცოცხალი არსებები ან დავიწყებით იფარებიან, ან თავიანთ ჭეშმარიტ მეს პოულობენ. ესეც დამტკიცებულია ბჰაგავად გიტაში. ზესულის სახით უფალი ყველას გულშია და მისი თანდასწრების შედეგად ცოცხალი არსება ან ივიწყებს საკუთარ თავს, ან თავდაპირველ ინდივიდუალობას აღიდგენს. ჩვენ შეგვიძლია ნაწილობრივ მივხვდეთ იმას, რომ ჩვენს გულებში იმყოფები, ჩვენი მოქმედებების მოწმედ, მაგრამ შენი თანდასწრების აღქმა ერთობ ძნელია. თუმცა ყოველ ჩვენგანს რამდენადმე შესწევს ამის უნარი. შენ ხარ უმაღლესი განგებელი, როგორც მატერიალური, ასევე სულიერი ენერგიებისა, ამიტომ ითვლები უმაღლეს წინამძღოლად, თუმცა ამ კოსმიური გამოვლენისგან განსხვავებული ხარ. შენ მისი მოწმე, შემოქმედი და უშუალოდ შემადგენელი ბრძანდები. ამიტომაც მოწიწებით გცემთ თაყვანს, ძვირფასო უფალო, ამ კოსმიური გამოვლინების შექმნისას პირადად შენ არავითარი ძალისხმევა არ გჭირდება. სხვადასხვა ენერგიების, სახელმდობრ სათნოების, ვნებისა და უმეცრების მოდუსის გავრცელებით შენ შეგიძლია შექმნა ასულთქმულო და გაანადგურო კოსმიური გამოვლინება. როგორც მთელი დროის ძალის განმგებელს, შეგიძლია უბრალოდ თვალი მოავლო მატერიალურ ენერგიას, შექმნა ეს სამყარო და გააღვიძო მატერიალური ბუნების ძალები, რომლებიც სხვადასხვა პირობებში სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ამიტომ არავის ძალუძს იმის შეფასება, თუ როგორ მოქმედებ ამ სამყაროში. ჩვენო ძვირფასო უფალო, თუმცა ამ სამყაროში სამ მთავარ ღვთაებად, სახელმდობრ უფალ ბრაჰმად, უფალ ვიშნუდ და უფალ შივად გავრცელდი, შესაქმნელად, სასულთქმულებლად და გასანადგურებლად, უფალი ვიშნუს სახით შენი მოვლინება ჭეშმარიტად ცოცხალი არსების სასიკეთოდაა გამიზნული. ვინც ნამდვილად მშვიდობის მოყვარია და უმაღლესი სიმშვიდისკენ მიისწრაფვის, მას უფალი ვიშნუს სახით შენი მშვიდობის მოყვარე გამოვლენის თაყვანისცემა მართებს. ო უფალო, შენ დამი აღვავლენთ ლოცვებს, როგორც ხედავ, ეს საბრალო გველი სიცოცხლეს ესალმება, რადგან ჩვენი ქალების ცხოვრება და ყველაფერი, რაც გაგვაჩნია ჩვენს ქმრებს ეკუთვნის, გევედრებით, მიუტევე კალაიას ჩვენს ქმარს, ვინაიდან ამ გველის სიკვდილი დიდ გასაჭირს მოგვიტანს. მხოლოდ ჩვენ მოგვაბყარი მზერა, გევედრებით მიუტევე ამ დიდ შეურაცხყოფელს, ძვირფასო უფალო, ყველა ცოცხალი არსება შენი ნაშიერია, ყველას შენ ასულთქმულებ, ეს გველიც შენი ნაშიერია და შეგიძლია მიუტევო მას, თუმცა უეჭველია შეურაცხყოფა მოგაყენა, ისე რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა შენს ძალაზე. გევედრებით ამჯერად აპატიე, ძვირფასო უფალო, ჩვენ ჩვენს სასიყვარულო სამსახურს გთავაზობთ, ვინაიდან ყველანი შენი მეუფების მარადიული მსახურები ვართ. შეგიძლია გვიბრძანო და გთხოვო, რაც კი გსურს. ყოველი ცოცხალი არსება ნებისმიერ უბედურებას დააღწევს თავს, თუ კი შენს ბრძანებებს დაემორჩილება. როდესაც ნაგაპატნებმა ლოცვები დაასრულეს, უფალმა კრიშნამ კალაიას სასჯელისგან გაანთავისუფლა. უფლის დარტყმებისაგან კალაიას გრძნობა დაეკარგა. გონზე მოსვლისა და სასჯელისგან განთავისუფლების შემდეგ კალაიას სასიცოცხლო ძალა და გრძნობათა მოქმედების უნარი აღუდგა. ხელებდაკრეფილმა მოწიწებით დაიწყო ლოცვა უზენაესი უფლის კრიშნასადმი. ჩემო ძვირფასო უფალო, მე ისეთ სახეობაში დავიბადე, რომ ვიმყოფები რა უმეცრების მოდუსის წყდიათში, ბუნებით ბრაზიანი და ბოროტი ვარ. შენმა მეუფებამ კარგად უწყის, რომ ბუნებრივი ინსტინქტებისგან განთავისუფლება ძალიან ძნელია, თუმცა ამგვარი ინსტინქტების გამო ცოცხალი არსება ერთი სხეულიდან მეორეში გადადის. ბჰაგავად გიტაში ისიც დადასტურებულია,
რომ მატერიალური ბუნების კლანჭებიდან განთავისუფლება დიდ სიძნელეს წარმოადგენს, მაგრამ მასზე, ვინც ღმრთების უზენაეს პიროვნებას, კრიშნას მიენდობა, მატერიალური ბუნების მოდუსები მეტად ვეღარ იმოქმედებს. ჩემო ძვირფასო უფალო, განაგრძობდა კალაია, ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ შემოქმედი მატერიალური ბუნების ყველა მოდუსისა, რომელთა მეშვეობითაც სამყარო იქმნება. შენ ხარ მიზეზი სხვადასხვა სახის ცნობიერებისა, რომელსაც ცოცხალი არსებები ფლობენ და რომლის საშუალებითაც მათ მრავალგვარი სხეულები მიიღეს. ჩემო ძვირფასო უფალო, მე გველად დავიბადე, ამიტომ ბუნებით ძალიან ბრაზიანი ვარ, მას შენი წყალობის გარეშე როგორ ხარ შეიძლება შეძენილი ბუნების შეცვლა? შენი მაიას კლანჭებიდან თავის დაღწევა ძალიან ძნელია. ჩვენ შენს მაიაში ვართ დატყვევებული. ძვირფასო უფალო, მოიღე წყალობა, შემინდე ჩემი გარდაუვალი მატერიალური მიდრეკილებების გამო. ახლა როგორც გსურდეს, შეგიძლია დამსაჯო და შეგიძლია მიხსნა. ამის გაგონებაზე ბავშვის სახეში მყოფმა ღმრთების უზენაესმა პიროვნებამ ასე უბრძანა გველს. დაუყოვნებლივ უნდა დატოვო ეს ადგილი და ოკეანეში წახვიდე. ნუ ღარ დააყოვნებ. შეგიძლია წაიყვანო მთელი შენი ნაშიერები, ცოლები და ყველაფერი, რაც გაგაჩნია. იამუნას წყალს ნუ წამლავ, დაეჩემა ძროხებმა და მენახირებიჭებმა დაუბრკოლებლად შესვან იგი. შემდეგ უფალმა განაცხადა, რომ კალაიასთვის მიცემული ბრძანება ყველასთვის უნდა გადაეცათ, რათა ყველას გაეგონა და კალაიას შიში აღარ ჰქონოდათ. ნებისმიერს, ვინც გველი კალაიასა და მისი დასჯის ამბავს მოისმენს, გველების ბოროტი მოქმედებების აღარ შეეშინდება. უფალმა ესეც განაცხადა, ვინც კალაიას ტბაში განიბანება, სადაც მე და ჩემი მენახირე მეგობრები ბანაობდით, ან ის, ვინც ერთ დღეს იმარხულებს და წინაპრებს ამ ტბის წყალს შესთავაზებს, ყოველგვარი ცოდვის შედეგისგან განთავისუფლდება. ამავე დროს უფალმა დაარწმუნა კალაია, შენ აქ გარუდას შიშით მოხვედით, რომელსაც ოკეანესთან მდებარე ლამაზ მიწაზე შენი შეჭმა უნდოდა. ახლა იმ ნიშნების ნახვის შემდეგ, რომლებიც ჩემი ლოტოსის ტერფებით შენს თავზე დავტოვე, გარუდა აღარ შეგაწუხებს. უფალი კალაიათი და მისი ცოლებით კმაყოფილი დარჩა. ბრძანების გაგონებისთანავე ცოლებმა თაყვანისცეს მას. მათ მას ლამაზი სამოსელი, ყვავილები, გირლანდები, ძვირფასი თვლები, სამკაულები, სანდალი, ლოტოსის ყვავილები და ძვირფასი წვნიანი ხილი მიართვეს. ასე ასიამოვნეს მათ ბატონს, გარუდასი, რომელსაც ძალიან ეშინოდათ. შემდეგ უფალი კრიშნას ბრძანებას დაემორჩილნენ და იამუნაში მდებარე ტბა დატოვეს.